დაბასურამში ტურისტული სეზონი გახსნილია. ადგილობრივების ინფორმაციით ეტაპობრივად მატულობს დამსვენებლების რაოდენობა. დაბაში მოწესრიგ და ინფრასტრუქტურა დაიგო შიდაგზები და რეგულარულად მარაგდებიან სასმელი წყლით. ადგილობრივების ერთადერთი მოთხოვნა ახლა სურამის ტყეში მოსასვენებელი სივრცის მოწყობაა, სადაც ოჯახები ბავშვებთან ერთად შეძლებენ დასვენებას. სურამში ტურისტული სეზონი მაისში იწყება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ცნობილია, რომ ჰავის განსაკუთრებული თვისებების გამო სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს მასშტაბით. კურორტი გარშემორტყმულია ტყით, რაც უფრო სუფთა ჰაერის საწინდარია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰავას ბავშვებისთვის აქვს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადება აწუხებთ. აგრეთვე რეკომენდირებულია ტუბერკულოზის, სამკურნალოდ და ორგანიზმის იმუნიტეტის უნარის ასამაღლებლად. მაისის თვე არის დასაწყისი უფრო დამტვერვის პერიოდი და ისე მთელი ზაფხული ქირავდება შემოდგომამდე, სექტემბრის 15-მდე არიან კიდე დამსვენებლები. ოჯახები ძირითადად ვაწყობთ ისე როგორც დამსვენებლები ითხოვენ კომფორტს, მაგრამ ტყეში პარკი და ასეთი რაღაცა გასართობი არ არის. და ძალიან უკმაყოფილოა დამსვენებლები ამის გამო, მთავრობა რო რაღაცას გააკეთებდეს, კარგი იქნება. არის ბატუტები, მაგრამ კერძოა და უფასო არაფერი არ არის. დასასვენებელი ადგილი რო გავიდონ ბავშვები გაართონ, საერთოდ არაფერი არ არის. გზა და წყალი გვაქვს. ის ყველაფერი გვაქვს, წყალიც არის, გაზიც არის და ყველაფერი. სეზონი როდის იწყება ხოლმე? სეზონი მაისიდან იწყება ძირითადად, 10 მაისიდან, შუა მაისიდან ეგრე და სადღაც სექტემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს. საერთოდ სურამი უძლიერესი ჰაერია, ჩვენი ჰაერია. ეხლა აქ უზულ სხვა და თუ გადაყვათ იქით ტყეში რასაც ქვია მართლა იქით მე იგზნობთ იქ ჰაერს. რა არის ჰაერი? ის სკვერები რო არ არის მაღაზია მთელი და ხო შეიძლება ამხედა წყიარი და მოაწყო და გაალამაზო და განათებები დააყენო, სკამები დადგა, რაღაცეები დადგა, რომ გაერთოს ხო ადამიანი რომ მოიდეს. აი მის ტყეს გაფუჭება შეიძლება? წყალი არის, წყალი, გაზი და ეგეთი ინფრასტრუქტურა გვაქვს, წყალი გვაქვს, კი, ყველაფერი ეგეთი. მეტნაკლებად კარგად აგვაქვს, სულად აგვაქვსო ვერ იტყვი ახლა.